ჩამოთვალე 10 მანქანა, რომლითაც ტრეკზეიული რა გაერთო. ერთი Honda მეყოლებოდა უიჭველი მომზადებული. ერთი. კი. Civic ალბათ. Honda Civic მეყოლებოდა ერთი უიჭველი. მეორე BMW მეყოლებოდა უიჭველი, რა თქმა უნდა. რომელი? ან კარგად მომზადებული 36 მეყოლება და ან კარგად მომზადებული 90. ეს ტრეკზე სასიარულოდ ვამბობ რა. ორივე. აი. ასევე G91-ის იმეყოლებოდა ისე სასიარულოდ. სამი მანქანიდან უკვე ორი BMW-ა, მერე? ნუ ახლა რინგზე რო ვარ და გერმანიამ თავისი ვაიბები მოიტანა და მაგიტომ მაგრამ პირველი Honda იყო და ეგ უნდა გაითვალისწინო რომ იაპონური იყო რა პირველივე რო იცოდე. ძალიან დიდი მუღამი მაქვს ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მომწონს Defender-ი. და არ მაინტერესებს რომ არ ვარგა მე მომწონს და მეყოლებოდა. არა მეც მომწონს. არ მიტარებია ვერ გეტყვი ვარ გათქვა როგორი სამართალი. ხო, რაღაც სახელი რო აქვს რო თითქოს არა. ჩინეთში იწყობა სავარაუდოდ და მაგიტო გაუვარდა ეგეთი სახელი რო არ ვარ. Defender-ი მომწონს და მეყოლებოდა, ესე სასიარულოდ ასე ვთქვათ SUV ცოტა მაღალი გამავლობის, ოკტას სვარი შეიძლება. დამჭირდეს. კი, ეხლა ფულ თუ არ გასაშუალება რატო არ შეიძლება. ანუ ოკტაში BMW-ს რა ვიდებს და. რატო არ შევიძენდი, მაგრამ ეგ არაფერ შუაში არ არის ხო BMW და ყველაფერი და გააჩნია ხა თანხას, აი ბიუჯეტს რო არ მეუბნები და არა უსაზღვროთ რა. უსაზღვროთ რა იყოს, ეგრე დავიწყებ იმიდან, რა ქვია, Ferrari F40-დან და რაღაცა დავამთავრებ იმით მართლა. მიდი მე მაინტერესებს რა მანქანები. ხო და 5 ჩამოთვალე ხა ეგ უკვე ეგრე, ანუ ეგრე ვერ გეტყვი რა. ანუ გარაჟი ესე რომ 5 მანქანაში ვერ ჩავტევ ჩემს გარაჟს რა მინდა. შენ ჩატევ 5 მანქანაში? არა, 5 უკვე მყავს მინი 6. ანუ 5 მანქანაში ვერავინ ვერც ერთი ავტომოყვარული ვერ ჩატევს. ანუ თუ 5 მანქანა არის მხოლოდ და ამბობს რომ სიო ეს მყავდეს და მეტი არა, ეგ ავტომოყვარული არ არის. იმიტომ რომ მე ხა ვერ გამოვარჩი. ხო, მაგრამ მაინც BMW-ი ჭარბობდა ეხა შენ. Ferrari F40 მინდა, მაგრამ აი რომ თუ მაგალითად სხვა რაღაცით უნდა ჩავანაცვლო, თუ ეს მეყოლება და სხვა რაღაცა ვერ მეყოლება, დავფიქრდები რომ მყავდეს რა.